დილამშვიდობის, ეს არის დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო მთავრობას ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესის შეწყვეტის და გადაწყვეტილების უკან წაღებისკენ მოუწოდებს. თსეუს სენატი მიიჩნევს, რომ გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. მაშასე რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში, რაც ისევ და ისევ ნებათა ღელვის საგანია. წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, განათლების საკითხების ექსპერტი, პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი სიმონ ჯანაშია იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ სიმონ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ სიმონ, აი დავიწყოთ სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში დაანონსებული რეფორმით, მათ შორის კონკრეტულად იმ პროცესის შეფასებით, რა პროცესიც ახლავს ორი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის გაერთიანებას, როგორც ხედავთ, ღელავენ პროფესორ-მასწავლებლები, ღელავენ სტუდენტები და განცხადებაზე კეთდება მთავრობის მისამართით, რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა. აი გუშინ თსეუს წარმომადგენლობით საბჭომ გაავრცელა სწორედ განცხადება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიიჩნევს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს, რადგან გაერთიანება გამოიწვევს როგორც მმართველობით, ისე სხვა სახის სირთულეებს. აი რამდენად ახლავს აკადემიური საბჭოს მხრიდან იმ ტიპის რეაქცია გადაწყვეტილებას, რაც უნდა ახლდეს და რა შანსია იმის, რომ აი მთავრობაზე ზეწოლის ფონზე ქართულმა ოცნებამ საკუთარი გადაწყვეტილება უკან წაიღოს. მადლობა მოწვევისთვის. ქართულმა ოცნებამ სავალ წელიწადნახევრის წინ თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო ირაკლი ყობახიძის პირით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაკვალიფიციური პროფესორები მუშაობენ და ისინი არიან პოლიტიკურად მიგრძნობულები და ეს უნდა შეიცვალოს და ასევე მაშინ თქვა ირაკლი ყობახიძემ, რომ ისეთ რეფორმებს დავიწყებთ, რომელიც არ მოეწონება საზოგადოების დიდ ნაწილს, ისევე როგორც არ მოეწონათ, აი მაგალითად გამჭვირვალობის კანონი. ანუ თქვა, რომ როგორც არასამთავრობოებს და მედიას ვებრძვით, ისე ვებრძვით რეალურად უმაღლეს განათლებას და ეხლა უბრალოდ ეს შედის განამწყვეტ ფაზაში, ხო, როცა უკვე გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო, უნივერსიტეტების გაერთიანება არის მხოლოდ ერთი ნაწილი. ამის გარდა არის უამრავი სხვა ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს უმაღლეს განათლებას. მაგალითად, პროგრამების შემცირება 4 წლიდან 3 წლამდე, ან პროფესორების შემცირება, რაც მოყვება გაერთიანებას, მაგრამ სადაც არ გაერთიანდება, იქაც იგივე მოხდება, იმიტომ რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ მხოლოდ ის პროგრამები უნდა იყოს უნივერსიტეტებში, რაც თვითონ მიაჩნია, რომ გამოადგება აი ამ პოლიტიკური მიზნის მიღწევაში. ესე რომ ის სამი მიზანი, რაც აქვთ რეალურად პოლიტიკური კონტროლის დამყარება, ბიზნა ივანიშვილის უნივერსიტეტში გადაყვანა სტუდენტების დიდი ნაწილის 30,000 სტუდენტის და შენობების გაყიდვა, რაც არის ალბათ კომერციული ინტერესი ან ფინანსური ინტერესი რამდენიმე ადამიანის, აი ეს ყველაფერი მე იწვევს სხვადასხვა გადაწყვეტილებებს, მათ შორის უნივერსიტეტების გაერთიანებასაც. ესე რომ თავისთავად ის, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, სენატი არის წინააღმდეგი ამისი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ წინააღმდეგი უნდა იყოს არა მხოლოდ გაერთიანების, არამედ იმისიც, რომ პროგრამები ჩამოართვან, იმისიც, რომ შეამცირებინონ პროგრამები 4-დან 3 წლამდე და ასევე წინააღმდეგი უნდა იყოს იმისიც, რომ სხვა უნივერსიტეტებს ელით კიდე პროგრამების შემცირება, გაუქმება და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ანუ ყველა უნივერსიტეტი თავის თავზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ უნივერსიტეტები ერთად უნდა ზრუნავდნენ განათლების განვითარებაზე საქართველოში. ბატონ სიმონ, მაინც ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებაზე გავაკეთებ აქცენტს, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მთლიანად რეფორმა საინტერესოა, გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ არ წყდება აი ამ გადაწყვეტილების მიმართ, ესე ვთქვათ, კრიტიკული შეფასებები, აი თსეუს სენატის განცხადება ვახსენე და მოკლე ამონარიდით მინდა მაყურებლებს გავაცნო ამ განცხადებიდან გაერთიანების საკითხი გამჭვირვალობის შესაბამისი აკადემიური თანამონაწილეობის შიდა კონსულტაციებისა და უნივერსიტეტების მართვის ორგანოების რეალური ჩართულობის გარეშე ქმნის ავტონომიის შეზღუდვის რისკსაც. გარდა ამისა, სენატი მიიჩნევს, რომ მსგავს მასშტაბურ ინსტიტუციურ რეორგანიზაციას თან ახლავს ადმინისტრაციული და აკადემიური რისკები, როგორც არის მართვის სისტემების არათავსებადობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტატუსის გაურკვევლობა, ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სასწავლო საგანმანათლებლო პროცესების მართვის სისტემების შეუთავსებლობა და ორგანიზაციული არასტაბილურობა. მოკლედ ეს ამონარიდი, როგორც უკვე ვთქვით, ესეოს სენატის განცხადებიდან. რამდენად ზუსტად და სწორად ხედავს ეს მინდა გკითხოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო იმ პრობლემებს, რაც შესაძლოა ამ გადაწყვეტილების პრაქტიკაში აღსრულებამ წარმოქმნას და თუ კი ასეა
მოსაოდნელი სირთულეები, აი თქვენი აზრით რა გავლენას მოახდენს უშუალოდ განათლების ხარისხზე, რაც პირველ რიგში სტუდენტებს აინტერესებთ. აი ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მიზანია თესეულ მოხვდეს პირველ ეტაპზე მსოფლიოს 500-ულ უნივერსიტეტში და შემდეგ უკვე 200-ულშიც კი. აი წარმოდგენილი გეგმით ამის ნამდვილად რამდენად მივდივართ. წარმოდგენილი გეგმით ვერც 500-ულში შევალთ და შეიძლება საერთაშორისო რეიტინგებს აღარ მოუნდეთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტების კვლევა გააკეთონ. მაგალითად, საერთაშორისო რეიტინგების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის კვლევა. კვლევის იმისთვის, რომ კვლევით პროდუქცია გაიზარდოს, ამას არანაირად ხელს არ შეუწყობს გაერთიანება, იმიტომ რომ გაერთიანება აუცილებლად გამოიწვევს პროფესორების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც ეხლა უკვე აწარმოებენ კვლევებს დამოუკიდებლად ორ სხვადასხვა დაწესებულებაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათი გაერთიანებით აუცილებლად გახდება მისაღები გადაწყვეტილება, რომელი შემცირდება და რომელი დარჩება, ხო? აი მაგალითად, სამუნივერსიტეტო მეცნიერებები ორივე უნივერსიტეტში არის, სამუნივერსიტეტო მეცნიერებების მიმართულებით იწარმოება დიდი რაოდენობით სამეცნიერო კვლევა, მაგრამ თუ ამ ორის გაერთიანებით ის კი არ მოხდება, რომ ყველა დარჩება უნივერსიტეტში, არამედ დარჩება მხოლოდ მათი ნაწილი, რომელიც საჭიროა იმ პროგრამების განსახორციელებლად, რომლებიც ამ უნივერსიტეტებში იქნება. ამის გარდა პრობლემა არის ის, რომ ამ უნივერსიტეტების გაერთიანების მიღმა იგულისხმება, რომ ამ უნივერსიტეტების შენობების ნაწილი უნდა გაყიდონ, რაც გულისხმობს იმას, რომ ლაბორატორიები, რომლებიც ახლა გამართეს ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს ლაბორატორიები სადღაც უნდა გადაიტანონ სხვაგან. ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო და მომზადება, ხო? ანუ ეს თავისთავად არც არის გათვალისწინებული ამ რეფორმაში, ანუ არანაირი დოკუმენტი, ასეთ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვიღაცამ შეისწავლა რა შესაძლებლობები აქვს თითოეულ უნივერსიტეტს. აი უნივერსიტეტების შენობების მოსაოდნელ გაყიდვას რაც შეეხება, რა კუთხითაც ასე ვთქვათ აქტიურად ისმის განცხადებები, გეტყვით რომ ქართულ ოცნებაში ამას კატეგორიულად უარყოფენ, არავისთვის არ არის მთავარი ამოცანა უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა, სწორედ ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი შესაბამის ინფორმაციაზე დასმულ კითხვას. აი რატომ არ არის დამაჯერებელი პასუხი, რასაც ვისმენთ ქართულ ოცნებაში? ანუ ეს არის სიტყვებით თამაში. ანუ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ უნდა გავყიდოთ შენობები, მათ რეფორმის კონცეფციაში წერია, ჩვენ უნდა გავყიდოთ შენობები. და რეალურად ეხლა იმის თქმა, რომ ეს არ არის მთავარი ამოცანა, იმას ადასტურებს, რომ ეს არის ამოცანა, რომ შეიძლება უბრალოდ რიტორიკულად მნიშვნელოვანი იყოს იმის თქმა, რომ ეს არ არის პრიორიტეტი მათთვის. მაგრამ რეალურად, როცა თქვენს რომ აი ჩვენ გვინდა რომ ავამაღლოთ ხარისხი, ამის ინსტრუმენტად მოიყვანეს ის, რომ შენობებს გავყიდით ხარისხის ასამაღლებლად. იმიტომ რომ შენობებს რო გავყიდით იმ შემოსული ფულით, თურმე უნდა აშენონ ახალი კემპუსი რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, Eagle Hills-ის პროექტისთვის რო ფასი აიწიოს, იმიტომ რომ უნივერსიტეტის გვერდზე იქნება და არა, თქვათ, უბრალოდ ტრასის გადაღება და ანუ ეს გეგმა ხო რეალურად რო გაყიდონ უნივერსიტეტების შენობები, ეს არის ასევე პოლიტიკური კონტროლის ნაწილიც, იმიტომ რომ როცა ქალაქის ცენტრში არის უნივერსიტეტები, ეს ქალაქის ცენტრი არის პოლიტიკური ასპარეზის ნაწილიც, იმიტომ რომ სტუდენტები, პროფესორები ყოველთვის არიან კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და პერიოდულად, რა ვიცი, აი უნივერსიტეტზე გამოკიდებენ ხოლმე ბანერს, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტზე არის გამოკიდული საპროტესტო ბანერი. და ეს რა თქმა უნდა აწუხებს ყოველდღიურად იმ ხალხს, ვინც ემსახურება ამ რეჟიმს. ანუ მერიიდან პირდაპირ ესე უყურებენ ამ უნივერსიტეტში მიმდინარე აქციებს და რა თქმა უნდა არ სიამოვნებთ ეს. და ურჩევნიათ რომ რუსთავის გზატკეცილზე იყოს აქცია და არა შუაგულ ქალაქში. ბატონ სიმონ, რაც შეეხება ხა თქვენ რამდენჯერმე გაუსვით ხაზი, რომ სავარაუდოდ ამ პროცესს უნივერსიტეტების არაერთი თანამშრომელი შეეწერება და ზოგადად ამ პროცესთან მიმართებაში ერთ-ერთი გავრცელებული შეფასება და მოლოდინი სწორედ ის არის, რომ არაერთი თანამშრომელი დარჩება უმუშევარი და სხვა შორის ფიქრობენ იმასაც, რომ ესენი არ იქნებიან მხოლოდ აკადემიური სექტორის ის წარმომადგენლები, ვინც თქვათ კრიტიკულად არიან განწყობილნი ქართული ოცნების პოლიტიკისადმი, არამედ იქნებიან მათი მხარდამჭერები. აი თუ კი ქართული ოცნების მიზანი საგანმანათლებლო სისტემის წმენდაა, რა შეფასებაც აი კიდევ ერთხელ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ამ პროცესთან მიმართებაში. მაშინ ჩდება კითხვა, რას ერჩიან საკუთარ მხარდამჭერებს? ანუ რას ერჩიან იმ მეცნიერებსა და იმ, რა ვიცი, პროფესორ მასწავლებლებს, რომლებიც ღიად ეუბნებიან ქართულ ოცნებას, კიდევ ერთხელ ღიად ეუბნებიან და STU-ს თანამშრომლების განცხადება მინდა მაგალითად მოვიყვანო, რომ მხარს უჭერენ სწორედ ქართულ ოცნებას.
ხო, იგივე სერჩიან, ასე სერჩიან თავისი გუნდის წევრებს, ხო? ანუ მათ უნდათ რომ იყოს მუდმივი ტერორი, იმისთვის რომ იყოს სრული რაღაც ვერტიკალური კონტროლი. ანუ ყველა უნდა იმორჩილებოდეს არა იმიტომ რომ რაღაცა სარგებელს იღებს ამორჩილებისგან, ამიტომ უნდა უბრალოდ ემორჩილებოდეს ქართულ ოცნებას ყველა ადამიანი, იმიტომ რომ უნდა ეშინოდეს მათი, ხო? აი მაგალითად განათლების მინისტრის მოადგილეს რო შეხვდნენ პროფესორები და რო უთხრეს რომ რატო აკეთებთ იმას, რაც გააუარესებს განათლების ხარისხს, პასუხი იყო ჩვენ გვაქვს უფლება. შეგვიძლია გაგვდის და ვაკეთებთ. აი ეს არის პასუხი, ხო? ანუ იმისთვის რომ საკუთარი ძალაუფლება აჩვენონ საზოგადოებას, უნდა აჩვენონ ის რომ შეუძლია დაიმორჩილონ ყველა ინსტიტუცია, მიუხედავად იმისა, იქ არიან მათი მომხრეები თუ არ არიან. პრობლემა მან და არის ის, რას მიიღებს საზოგადოება ამ მორჩილებით, ხო? ანუ თუ უნივერსიტეტებს დაიმორჩილებთ და ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ერთ პარტიაზე, ხა წარმოიდგინეთ, რომ პარტია შეიცვალოს უცებ ერთ დღეს და სხვა პარტია მოვიდეს ენდომებად იმ რა ქვია ივანიშვილის ხარდამჭერებს, რომლებიც დღეს წერილებს წერენ, სხვა პარტიის მორჩილები გახდნენ უცებ ერთ დღეში, ორ დღეში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არა, ამიტომ არის ის კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომ ინსტიტუციური ავტონომია უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ბატონ სიმონ, უშუალოდ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიმართებაში მინდა ჩაგეკითხოთ ირაკლი კობახიძის პოზიციის კონტექსტში, რომელიც ფიქრობს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ ასრულებს მის ძირითად ფუნქციას, არც მოისმინეთ ალბათ ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება მედიასთან, რომელმაც თქვა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება ერთგვარ გერად არის ქცეული. ეს არის თუ არა გამოსასწორებელიო ამ კითხვას სვავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ კითხვას რომ უპასუხოთ და აქვე ხა ერთია თქვა მთავრობაში მიღებული გაწყვეტილება არის თუ არა სწორი, მაგრამ მეორეა გასაზიარებელია თუ არა პოზიცია რომ უნივერსიტეტებს იქნება ეს CTU, TSU თუ ზოგადად საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტები აქვთ თუ არა პრობლემა და შესაბამისად საჭიროებს თუ არა ეს პრობლემები რეაგირებას. ხო, ანუ პირველი რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ ირაკლი კობახიძე არასწორი ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ თბილისის ტექნიკურ თუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულებების პროგრამები არის უმცირესობა და იქ რაღაც სხვა პროგრამებია, სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები უფრო მნიშვნელოვანი, სამი მეოთხედი პროგრამების და სტუდენტების არის სწავლობს სწორედ საინჟინრო მიმართულებებზე და ტექნიკურ და საბრუნავსათვალო მიმართულებებზე. მეორე, თავისთავად თუ მათი მიზანია რომ გქონდეთ უნივერსიტეტი, სადაც უმეტესობა პროგრამების იქნება ტექნიკური, მაშინ საერთოდ გაუგებარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რატომ უნდა მიუერთო, ამითი რა შეიძლება, ანუ რითი ეს პრიორიტეტი როგორ გამოიკვეთება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუ მთავრობა სწორედ ეს პრიორიტეტი აქვს, რომ ტექნიკური მიმართულებები გააძლიეროს. ანუ ტექნიკური მიმართულებები გახდება ნაწილი უნივერსიტეტის, რომელიც ცნობილია მრავალპროფილურობით. მესამე პრობლემა არის ის, რომ უნივერსიტეტები საერთოდ არის მრავალპროფილური, არის გამონაკლისები ცხადია, როგორც არის სახელმწიფო, მაგალითად არის კონსერვატორია, რომელიც ყოველთვის რაღაცა მუსიკის სწავლებით არის და მუსიკის ირგვლივ სწავლებით არის დაკავებული, არის თქვათ ასევე კინოს და ხელოვნების და ასე შემდეგ. მაგრამ მრავალპროფილური უნივერსიტეტები არის მნიშვნელოვანი რომ არსებობდეს, იმიტომ რომ ეს მრავალპროფილურობა უწყობს ხელს ასევე დისციპლინებს შორის თანამშრომლობას, ხო? აი მაგალითად თუ შენ გაქვს კომპიუტერული მეცნიერებები და ლინგვისტიკა, მაშინ ლინგვისტიკაში შეგიძლია მოამზადო ხალხი, რომელსაც შეუძლია კომპიუტერული მეცნიერებების გამოყენება ლინგვისტური კვლევებისთვისაც. ან როდესაც გაქვს მაგალითად საბუნებისმეტყველო და სოციალური მიმართულებები, მაგალითად შეგიძლია შექმნა პროგრამები, სადაც გაქვს მაგალითად ბიოეთიკის მიმართულება, სადაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მაგალითად ფილოსოფიის, სოციალური მეცნიერებების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგების გაერთიანებული ცოდნის მიღება და მე ამ ცოდნის განვითარება. ესე რომ რაც უფრო მონოპროფილური იქნება უნივერსიტეტი, მით უფრო პრობლემურია. ამას აჩვენებს სხვაშორის ბიზნაი ივანიშვილის დაარსებული უნივერსიტეტის მაგალითიც, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტი, სადაც თავიდან ტექნოლოგიური ერქვა, მაგრამ ეხლა აღარ ქვია ტექნოლოგიური და რატო არ ქვია? იმიტომ რომ სწორედ ანუ ის რჩევა, რაც მიიღეს როგორც ჩანს გერმანელებისგან, ეს იყო, რომ არ შეიძლება შეიზღუდო თავი მხოლოდ ტექნოლოგიებით და ამიტომ ეხლა ქვია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და არა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ისევე როგორც ის პარტნიორი უნივერსიტეტი, რომელიც ეხმარება ამ უნივერსიტეტის განვითარებაში, მაგალითად მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხოლო ტექნოლოგიებს არ ასწავლის, მაგალითად პედაგოგიკის მიმართულებაც აქვს, და განათლების მიმართულებაც აქვს იმისთვის, რომ მასწავლებლები მოამზადონ. ანუ ეს მრავალპროფილურობა არის
კანონზომიერება უნივერსიტეტების განვითარების ეს არ არის შემთხვევითობა და ის რომ მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტში განვითარდა ბიზნესის სამართალი, არქეოლოგია და სიძველის მცოდნეობა და ასე შემდეგ თავის დროზე ეს იყო თავისთავად მოთხოვნა რომელსაც ვერ აკმაყოფილებდა ერთი უნივერსიტეტი და ეხლა აი ამ მოთხოვნის ხელოვნურად მოჭრა თუ მოხდება, მაშინ ქვეყნის განვითარებისთვის იქნება პრობლემა. ერთი არგუმენტის შესახებ უნდა დაგისვათ კიდევ კითხვა და შემდეგ პოლიტიკურ პერიპეტიებზეც მინდა რომ ვისაუბროთ. არგუმენტი, რომელიც აქვს მთავრობას და ხელისუფლებას, რომელიც այդ გამს სწორედ იმ ნაბიჯს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ორი ავტორიტეტული ისტორიის მქონე საგანმანათლებლო სტრუქტურის შეწყნა რაციონალურს გახდის უმაღლეს სასწავლო პროცესს ფაკულტეტებს და ზუსტად დაემთხვევა იმ მონაცემებს, რომელიც შრომით ბაზარზე აქვს ქვეყანას. თუ საქართველოში გჭირდება 150 ინჟინერი, არ უნდა შეიქმნას ისეთი ხელოვნური სიტუაცია, რომ 700 ინჟინერი გამოუშვათ და დაუფინანსოთ, როცა ამდენს ვერ დავასაქმებთ, ამიტომ მოხდა ოპტიმიზაცია, მოკლედ ასეთია ქართულ ოცნებაში გაკეთებული განმარტება. რას ამბობს თვითონ შრომის ბაზარი, ეს მინდა გითხრათ და სავარაუდოდ თქვენ გექნებათ ინფორმაცია, რამდენად შეუძლია ქვეყანას მეორე მხრივ, აი ამდენი 1000 კურსდამთავრებულის დასაქმება. ხო, შრომის ბაზარზე რო ვლაპარაკობთ, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ საქართველოს არ არის ერთ-ერთი დასაქმების არეალი იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოში იღებს განათლებას, ხო? აი მაგალითად, უცხოელი სტუდენტები რო ავიღოთ, ხო, თქვათ ინდოეთიდან, პაკისტანიდან ჩამოდიან იმისთვის, რომ აქ ისწავლონ, მაგალითად მედიცინა, მაგრამ მაინდა-მაინც საქართველოს სამედიცინო სფერო არასაქმებს მათ, ხო? აქედან გამომდინარე, უბრალოდ ამ ადგილების შეზღუდვა იმ ლოგიკით, რომ აი საქართველოში მაგალითად სამედიცინო სფეროში ამდენი ხალხი არ გჭირდება, არ იქნებოდა რელევანტური. იგივე არის ქართველ სპეციალისტებზე, ხო? როდესაც ქართველ სპეციალისტს შეუძლია დისტანციურად იმუშაოს ტექნოლოგიურ კომპანიებში, ანუ იმის თქმა, რომ ეხლა ჩვენ ეს ხალხი არ გჭირდება, იმიტომ რომ შევისწავლეთ საქართველოში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიები და მათ ამდენი ხალხი არ გჭირდებათ, უბრალოდ არაკომპეტენტური განცხადებაა. ანუ როდესაც ბაზრის შესწავლას აპირებ, მე ბაზარი უნდა შეისწავლო მრავალი წლის პროექციებით, ხო? აი მაგალითად რა იქნება შემდეგი 10 წლის განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარება. განსაკუთრებით, როცა ეს ტექნიკურ მიმართულებებს ეხება და მე რომ ნანახი მქონდეს მათი კვლევები, მაშინ გამიადვილდებოდა მის თქმა, საერთოდ რამდენად კომპეტენტურია ის განცხადებები, რაც წამოვიდა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ამ კვლევებს არ ასაჯაროებენ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ანუ რეალურად ეს არის არგუმენტი, რომელიც აერიდან არის მოტანილი, რომ მე შემიძლია თქვა, რომ აი მაგალითად ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ აღარ გვჭირდება, რა ვიცი, მაგალითად პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მაგრამ ეს ბაზრის კვლევა უნდა გაჩვენოთ იმისთვის, რომ დავაჯერებელი იყოს, ეხლა ეს განცხადება და თუ არ გაჩვენებთ, რა აზრი აქვს ამ განცხადებების კეთებას, ხო? ბატონ სიმონ, ბევრი დრო არ დაგვრჩა, ამიტომ ბოლოსკენ ცოტა დრო პოლიტიკურ პროცესებსაც დავუთმოთ, მით უფრო რამდენადაც მედია მივიღეთ ინფორმაცია, თქვენი პარტია თავისუფლების მოედანი 8 თებერვალს აპირებს ფორუმის ჩატარებას ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის, ასე ქვია ღონისძიებას, რომელიც ექსპო ჯორჯიაშია დაგეგმილი. რა დატვირთვა აქვს თქვენს ფორუმს, ეს რომ უთხრათ ჩვენს მაყურებლებს და რა ახალ საზოგადოებრივ, ასე ვთქვათ, შეთანხმებაზე საუბარი ეს რომ განვიხილოთ. ხო. ეს არის თავისუფლების მოედნის და საზოგადოებრივი ასამბლეის ერთობლივი ფორუმი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, მაგალითად ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ის პოლიტიკა, რაც ის ეწევა არა მხოლოდ განათლების სფეროში, არ არის არც რაციონალური, არც დასაბუთებული, არც დემოკრატიული, საერთოდ არაკომპეტენტური, არადემოკრატიული ნაბიჯებია. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა იმაზე, არ გვაქვს საზოგადოება შეთანხმებული იმაზე, ისინი რომ წავლენ, მე როგორ საქართველოს შენებას გავაგრძელებთ ან დავიწყებთ. და აი ამ საქართველოს ხედვაზე არის საჭირო შეთანხმება, შეკრება იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ არა მხოლოდ რის წინააღმდეგ გვიბრძვით, არამედ როგორი საქართველოს გულისთვის და როგორი საქართველოს ასაშენებლად შრომობთ და ვიბრძვით. და ეს არის ღია ფორუმი, შეუძლია დაესწროს ნებისმიერ ადამიანს, ექსპო ჯორჯიაში იქნება 8 თებერვალს და 8 თებერვალიც არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ ეს არის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, როდესაც და ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
თუ ჩვენი კავკასიის პირველი უნივერსიტეტის დაარსების დღე. ანუ ეს არის ის მომენტი, როგორც იყო, ან დღეს გვაქვს ის მომენტი, როგორც იყო მაგალითად 1917-18 წლებში, როდესაც საზოგადოება შეიკრიბა და მსჯელობდა, როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველო. ან ეს არის იმის მსგავსი მომენტი, როდესაც 80-იანი წლების ბოლოს იკრიბებოდა პოლიტიკური საზოგადოება, მსჯელობდა, რომ გათავისუფლდებოდით საბჭოთა კავშირიდან. მე როგორი საქართველოს შენება გვინდოდა და აი დღესაც უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ არამხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ რისთვის გვიღირს შრომა და ბრძოლა, არამედ იმისთვისაც, რომ მე ამ სურათმა და აი ამ რაღაცა მიზანმა და ხედვამ ასევე დააინტერესოს სხვა ადამიანები იმისთვის, რომ ჩაერთონ ამ ბრძოლაში და შრომაში. ამიტომ ვიკრიბებთ. თუმცა საინტერესო არ მხოლოდ ის, როგორი საქართველო უნდა აშენდეს მას შემდეგ, რაც თქვა, ქართული ოცნება წავა, არამედ ისიც, როგორ აპირებთ, რომ გაუშვათ ქართული ოცნება. აი ხა პრეს-რელიზში ვკითხულობთ თქვენი პარტიის მიერ გამოგზავნილში, რომ ფორუმის მიზანი არ არის წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემოთავაზება, არადა აი თუ კი რამეს ელოდება საზოგადოება, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სწორედ კონკრეტული გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, აი იმის თაობაზე, რაც აღნიშნე კიდეც, როგორ მიდიხართ ხელისუფლების შეცვლის ამოცანამდე. აი რატომ იგვიანებს ამ კუთხით თქვენი პარტიაც და მთლიანად ოპოზიციური სპექტრიც, ესეც რომ გითხრათ, საჭიროა თუ არა სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და თან რაც შეიძლება სწრაფად. პოლიტიკური პროცესის ნაწილია ეს ყველაფერი. მე არ ვიცი, რატო ფიქრობს ვიღაც რომ იგვიანებს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა რაც გამოვაქვეყნეთ ჩვენი სტრატეგია, 10 პუნქტიანი გეგმა, როგორ ვაპირებთ წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ თავისთავად ამ ხედვის ჩამოყალიბება არის ამ სტრატეგიის აუცილებელი ნაწილი. იმიტომ რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს პროპაგანდა ეუბნება, რომ ცვლილების მიზანი არის შურისძიება. ანუ რაღაც პოზიტიური საქართველო კი არ არის, ეს რაღაცა საქართველო რომლისთვისაც ჩვენ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი წინაპრებიც შრომობდნენ და იბრძოდნენ. არამედ თითქოს ეს არის ვიღაც კონკრეტული ადამიანების ხედვის განხორციელება. და მეორე რაც მნიშვნელოვანია, სტრატეგიის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს ის, რომ ახალმა პოლიტიკურმა კლასმა, ნებისმიერმა ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა შემოაბრუნოს პოლიტიკა და პოლიტიკა უნდა დააფუძნოს საზოგადოების დაკვეთას და საზოგადოებას კი არ უნდა უკარნახოს, როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტი, როგორი უნდა იყოს, ანუ ეხლა როგორც არის, ხო, ქართული ოცნება კარნახობს მაგალითად პროფესორს, როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტი. პირიქით კი არ არის, რომ პროფესორები კარნახობენ ოცნებას, როგორი უნდა იყოს განათლების პოლიტიკა და ესმა შემოუბრუნდეს. ამ ფორუმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ გაჩნდეს დაკვეთა, რომელსაც მერე შეასრულებენ პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, თავისუფლების მოედანი მზად არის, რომ სწორედ ამას დააფუძნოს თავისი ნებისმიერი გადაწყვეტილება. მადლობა ბატონ სიმონ, იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. სიმონ ჯანაშიას დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ დავით დარჩიაშვილი შემოგვერთება, ილიანის პროფესორი, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი გვერდება. გამარჯობა ბატონ დავით და მადლობა რომ გვესტუმრეთ. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონ დავით, თქვენ აკადემიურ სექტორს წარმოადგენთ, ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორი ბრძანდებით, ამიტომ რა თქმა უნდა უპირველესად უნდა გკითხოთ რეფორმაზე, რომლის გატარებასაც მთავრობა აპირებს და აპირებს მათ შორის ორი მსხვილი უნივერსიტეტის გაერთიანების სახით. ეხლა თავად ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ მიზანია ქართულ სტუდენტს არ გაუჩნდეს სურვილი წავიდეს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღოს განათლება, რადგან საქართველოშიც იქნება უმაღლესი განათლების უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო სისტემაო, მოკლედ ასე გვეუბნებიან სახელმწიფო პარტიაში. აი გითხარით თქვენი პოზიცია, რა პროცესი წამოიწყო ქართულმა ოცნებამ და რამდენად იზიარებთ მათ პოზიციას, ვინც ფიქრობს, რომ უნივერსიტეტებს კი არ აერთიანებენ, არამედ აუქმებენ. ვინც ამას ამბობს, ახლა რაც თქვენ თქვით, ხო, საერთოდ წარმოდგენა რომ არ აქვს განათლების სისტემაზე, ცხადია, იმიტომ რომ განათლებას საზღვრები არ შეიძლება ჰქონდეს და რაც უფრო თავისუფალია
ამ ხრივ ადამიანი რომ აი სხვადასხვა ტიპის სკოლებს გაეცნოს, მით უფრო მეტი არის განათლებული საზოგადოების შექმნის შანსი, მით უფრო მეტი არის საკუთარი ეროვნული აკადემიური სფეროს გაუმჯობესების განვითარების შანსი. ეს ესმოდათ საუკუნეების მანძილზე, ეს შეგნებულად დაივიწყეს საბჭოთა პერიოდში, იმიტომ რომ დანარჩენ სამყაროსთან იდეოლოგიური დაპირისპირება ჰქონდათ და ახლა ისევ დავბრუნდით აი ამ საბჭოთა ჩაკეტილ რაღაცა სისტემაში, ვბრუნდებით უფრო სწორად. ხო და საერთოდ ხო არის გამოთქმა რა, მინდა აი ამ სწორედ ოპონენტებს მივმართო, რომ პური მეპურემ უნდა აწყოს. ხო, იგივე განათლების სფეროში, უმაღლეს განათლებაში, როდესაც აკადემიურ საბჭოებს, პროფესურას არაფერს ეკითხები და ეს ყველაზე უფრო აი ლოიალურ რექტორებისგანაც კი ჩანს, რომ აი გუშინ გავიგეთ, არ ვიცით ზუსტად, ხო, ეს აჩვენებს რაოდენ სავალალო მდგომარეობაში არის სისტემა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სათუთი მოპყრობის საგანი უნდა იყოს გულისხმობ განათლებას და არა აი რაღაცა პოლიტიკური თუ პირადული თუ ფინანსური ხუშტურების გამო ფაქტიურად ანგრევენ იმას, რასაც თაობებმა შესწირეს თავი, რაღაცა წვლილი შეიტანეს და ნელ-ნელა მოიტანეს იქამდე, რომ ქართული უნივერსიტეტების რეიტინგი გაიზარდა, ისინი ხვდებიან საერთაშორისო აი იმ გამოკითხვებში სულ უფრო და უფრო უკეთესი გაუმჯობესებული ადგილები და მაინც და მაინც ახლა ურტყავენ, რომ ეს ყველაფერი ძლივს მიღწეული ყიფეჯერ კიდევ ისევ ჩამოინგრეს. აი პოლიტიკა რადგან ახსენეთ, ბატონ დავით, გუშინ გააკეთა ირაკლი ყობახიძემ განცხადება, რომ უნივერსიტეტების პოლიტიზირება ეს წინა ხელისუფლების ხელწერა იყო და რადგან თქვენ ილიაუნს წარმოადგენთ, გეტყვით იმასაც, რომ პოლიტიზირებულ განწყვეტილებას აი ილიაუნის რექტორად მორიგ ჯერზე ესე ვთქვათ, კაპიტანი ნინო დობორჯგინიძის არჩევას აფასებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი. აი რას უპასუხებდით და აქვე რადგან უშუალოდ ილიაუნის უნივერსიტეტს შევეხეთ, სხვა შორის ბევრი ფიქრობდა, რომ როცა უმაღლესი განათლების რეფორმა დაანონსდა, გასაუქმებლად პირველ რიგში სწორედ ილიაუნის მიადგებოდნენ. რას ელოდებით უშუალოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებაში? ამ ხელისუფლებისგან არაფერს კარგს, იმიტომ რომ აქაც აი ამ კონკრეტული ციტატაში ჩანს, რამდენად ასე ვთქვათ, აი ცნებების აღრევასთან გვაქვს საქმე. პოლიტიზირება უნივერსიტეტებისაში იგულისხმება პირველ რიგში ის, რომ ხელისუფლება იმორჩილებს აკადემიურ სფეროს და აი რექტორებს თავისი გემოვნებით ნიშნავს და ცვლის. ხო? და ესე იგი ერევა სასწავლო პროგრამებშიც კი. ერევა ფაკულტეტების სტრუქტურაში. ხო, შესაბამისად ერევა პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობებში. ეს არის ყველაზე საშიში ნებისმიერი აკადემიური სისტემის თვითკმარობისათვის, ავტონომიურობისათვის და არა ის, რომ ეხლა შეიძლება ამა თუ იმ პროფესორს თავისი შეხედულებები ჰქონდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ნინო დობორჯგინიძე არის ადამიანი, რომელიც არ ღალატობს საკუთარ სინდის პირველ რიგში და გაბედულად აყენებს თავის პოზიციას, მით უმეტეს, როდესაც ეს განათლების სისტემაში ესეთ უხეშ ჩარევებს ეხება. და მისი ხელახალი არჩევა კი არ არის პოლიტიზაციის ნიშანი. ეს არის ინსტიტუტის მიერ საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ნიშანი. და პოლიტიზაცია არის, როდესაც შენ აი დანამატად აქცევ და პოლიტიკური დავალებების შემსრულებლად აქცევ უნივერსიტეტებს, რისი სურვილიც, როგორც ჩანს, აი ირაკლი ყობახიძეს აქვს. კეთილი, ბატონ დავით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ავრცელებს განცხადებას და ამაზე მინდა რომ გკითხოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ერთი მხრივ მიმართავენ არა მთავრობას, არამედ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს და რაც ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და კითხვებს აჩენს ქართული ოცნების დამფუძნებლებს ღიად ეუბნებიან, რომ არიან მათი მხარდამჭერი, მოგმართათ თხოვნით თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშვამდგომლოთ, რათა მოგვეწოდოს სრული ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შესახებ. თქვენი მხარდამჭერები, აი სწორედ ასე მთავრდება ის მიმართვა, რომლის ავტორები არიან სეტეუს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. აი მარტივად გითხავთ, რა პრობლემები ჩანს უშუალოდ ამ მიმართვაში? ჩანს, რომ მთლიანად აკადემიური სფერო არის აღშფოთებული აი ამ ეგრეთ წოდებული რეფორმით.
ხო, აი ამ გადაწყვეტილებებით, რაც უშუალოდ რასაც ახმოვანებს ირაკლი კობახიძე და რამოდენიმე ადამიანი მის ირგვლივ. და მათ შორის ის პროფესორებიც, რომლებიც აქამდე ქართულ ოცნებას უჭერდნენ მხარს. იცით რა, ხო, პროფესორი მოქალაქეა ამავე დროს და ჯერჯერობით ჩვენი კანონებითაც აი შეუზღუდეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ესე პროფესორებისთვის არ შეუზღუდავთ, ხო? შესაბამისად პროფესორის სამოქალაქო მოვალეობაა, რომ ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი არჩევნების დროს იყოს ან არ იყოს. და აქ ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ უშუალოდ, იცით რა, პროფესორს ნამდვილად მოეთხოვება, რომ თავისი სალექციო სივრცე არ გადააქციოს პროპაგანდის ტრიბუნად, თორე თავის სამოქალაქო მოვალეობა მას გააჩნია, ხო და ახლა ვხედავთ, რომ თვითონ ოცნების მომხრეებიც ღიად აცხადებენ უკმაყოფილებას იმითი, რაც ხდება უნივერსიტეტების მიმართ. ისევ და ისევ ვიმეორებ, არ შეიძლება უნივერსიტეტების საქმეებში ჩარევა ისე, რომ მთელი პროფესურა გვერდზე გაწიო, არაფერი არ კითხო, არანაირი, თქვათ, რაღაც დასაბუთება არ მისცე და მე აქეთ აბრალო, რომ იცით რა, ამათ ხო საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, არავითარი კონკრეტული არგუმენტი არ აქვთ. აი ესე ხელაღებით აბრალო და აკეთო რაც გინდა. რაც ვიმეორებ, ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგს დასცემს აუცილებლად და რაც პრობლემებს შეუქმნის სტუდენტობას. მათ არ შეეძლებათ ასეთ ვითარებაში ნორმალური კვალიფიციური განათლება მიიღონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ამ უნივერსიტეტების სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მეშვეობით, აი სხვადასხვა ქვეყნებში აქამდე სტუდენტებს ჰქონდათ იგივე Erasmus Plus-ის პროგრამის საშუალებით, რომ ერთი სემესტრი გაეტარებინათ რომელიმე სხვა უნივერსიტეტში, აი ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დგას და ამის წინააღმდეგ თვითონ ქართული ოცნების მომხრე აკადემიურმა წრეებმაც ამოიღეს ხმა. აი თესეუს და სეტეუს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების თანამშრომლებთან შეხვედრები გრძელდება. ხვალ პარასკევს უშუალოდ განათლების მინისტრთან ჩაინიშნა შეხვედრა და ვნახოთ რა შედეგებით დასრულდება. იქამდე უშუალოდ აი ამ ორი უნივერსიტეტის რექტორებზეც მინდა ერთი კითხვა დაგისვათ. აი თესეუს ლექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ გამოიტანა 2 დღის წინ ინფორმაცია აკადემიური საბჭოს ხდომიდან, რომ აკადემიური საბჭოს ხდომა იყო ისეთი ტიპის ხდომა, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იმართებოდა ხოლმე, თვითონ ჯაბა სამუშიას კი კითხვები არ აქვს და ამბობს, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება უნივერსიტეტები გაერთიანოსო, გაერთიანების გადაწყვეტილებას თავის მხრივ და არაერთხელ გააკეთა მან შესაბამისი გადაწყვეტილება მხარს უჭერს და უერთდება დავით გურგეიძეც. აი რა არის თქვენი სათქმელი ჯაბა სამუშიაზე, რომელიც თესეუს რექტორია და დავით გურგეიძეზე, რომელიც სეტეუს წარმოადგენს? როგორც ჩანს, მათზე განსაკუთრებით არის წნეხი და მათზე განსაკუთრებით მოქმედებს სახელისუფლებო ზედაფენების გავლენა. მთელი რიგი მიზეზების გამო, რომლის ახლა დეტალების განხილვაში არ შევალ, მით უმეტეს რომ ახლა მე არც მაქვს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აი ამ გავლენებზე მიუთითებს, ხო, მაგრამ როგორც მათი პოზიციონირება აჩვენებს, ხო, ძალიან დიდი გავლენის ქვეშ არიან ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მე მაინც შევამჩნევდი, რომ მათ განცხადებებშიც, იგივე ჯაბა სამუშიას განცხადებებში, ხო, როდესაც ის ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს ამაზე საუბარი, უნდა ფაკულტეტების წევრებს კითხონ, ხო, ეს აჩვენებს, რომ შინაგანი დისკომფორტი გააჩნიათ ამათაც კი. რაც არ უნდა პარალელურად პროსახელისუფლებო განცხადებები აკეთონ. ანუ მთლიანობაში სისტემა არის უკმაყოფილო მიუხედავად იმისა, რომელი პროფესორი თუ რომელი რექტორი აი ამ უკმაყოფილებას როგორ გამოხატავს. ხო, ისევ სეტეუსთან დაკავშირებულ გარემოებებს ერთი კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პერსონალურად დავით გურგეიძე მხარს უჭერს მთავრობის გაწყვეტილებას ორი უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე და მიუხედავად იმისა, რომ სეტეუს მეცნიერებმა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს ბიძინა ივანიშვილს, სადაც დაადასტურეს ქართული ოცნებისადმი და პერსონალურად ივანიშვილისადმი საკუთარი მხარდაჭერა, რაზეც ვისაუბრეთ კიდეც, ვხედავთ, რომ ერთგვარად
სეტეუს გაშავების კამპანია დაიწყო ცალკეულ მედია საშუალებაში, გაჩნდა სიუჟეტები იმის თაობაზე, ინფრასტრუქტურული კუთხით რა მძიმე ვითარება სეტეუში და გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ სეტეუს რემონტისთვის გამოყოფილი 60 მილიონის გაფლანგვის ფაქტით. აი ეს გარემოებები რა შეფასების გაკეთების საფუძვლეს გაძლევთ და აი ამ ამბავში რა უნდა დავინახოთ? ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი ზეწოლისა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. მე შორს ვარ იმაზრისგან, რომ სეტეუში საერთოდ არ არის პრობლემები. არის აი საერთაშორისო რეიტინგებში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სეტეუ არ არის მაინც და მაინც გამორჩეული წინსვლით. თუმცა ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ცალკეული მიმართულებებში, ცალკეული პროფესიონალი პროფესორების მეშვეობით წარმატებები არ აქვს ამ უნივერსიტეტს, მაგრამ აი ხელისუფლება იყენებს რა ობიექტურად არსებულ სირთულეებს, იმიტომ რომ აი ამას წინათ ადარებდნენ, ხო, აი ლიტვაში უნივერსიტეტი რა თანხებით ფინანსდება და ნუ ცადამიწა არის ქართული უნივერსიტეტების დაფინანსებასა და ამ ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების დაფინანსებას შორის და შესაბამისად ბუნებრივია, რომ ყველა უნივერსიტეტს გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააჩნია და ამის გამოყენება და მერე პროკურატურით დაშინება და დაშანტაჟება ის არის, რაც აი ამ რექტორებზე როგორც ჩანს მოქმედებს, ერთ-ერთი ბერკეტია, რითაც იგივე სეტეუს უნივერსიტეტის რექტორზე ან თესეუს უნივერსიტეტის რექტორზე ზეწოლა შეიძლება განახორციელოს. აი ლიტვის უნივერსიტეტი რადგან ახსენეთ ბატონ დავით, განათლების მინისტრი უშუალოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, იყო საერთაშორისო პრაქტიკა. აი ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება სხვა ქვეყნებში ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია დემოკრატიულ სახელმწიფოებს გულისხმობ ამერიკას, ევროპის სხვა ქვეყანას. აი როდის და რა შემთხვევაში მიდიან იქ უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებამდე? თავისთავად ახლა უნივერსიტეტების გაერთიანება არ არის ცალსახა დანაშაული, ხო? საქმე იმაშია, როგორ კეთდება ეს, რამდენად მონაწილეობენ თვითონ უნივერსიტეტები ამ პროცესში, რამდენად მათი ფაკულტეტები, მათი აკადემიური საბჭოები არიან ამ იდეის გულშემატკივრები, რამდენად გათვლილია თუ რა შეიძლება პროგრესი მოიტანოს ასეთმა ნაბიჯმა, რამდენ ხანში. იგივე აი ევროპული უნივერსიტეტების მაგალითი აჩვენებს, რომ აი ფინეთის მაგალითი მახსენდება, სადაც ასეთ გაერთიანებისათვის 2 წელი იყო გამოყოფილი და თან ამ პროცესში განსაკუთრებული ფინანსური დახმარება იყო აღმოჩენილი უნივერსიტეტების მიმართ. ხო და ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ აი ადმინისტრაციული ხელების გადაგრეხვის გზით უნივერსიტეტების გაერთიანებას იმდაგვარად, რომ არაფერი არ არის გათვლილი, იმიტომ რომ ამ გათვლებში თვითონ და პროფესორები მონაწილეობდნენ, ამ სპეციალისტების, ამ დარგების სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ. ასე ხდება გაერთიანება, რომელიც აჩვენებს აი გაერთიანებას რა შეიძლება პლუსი ჰქონდეს, თქვათ ცალ-ცალკე არსებულ უნივერსიტეტებთან შედარებით, მაგრამ ეს არამც და არამც არ ხდება აი იმდაგვარ გზაზე დადგომით, როგორიც იყო განცხადება, რომ ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს და ასე შემდეგ. დაიწყოს მაშინ რეფორმა, იმიტომ რომ და თან შევაჯამებთ კიდეც ჩვენს საუბარს, წლებია გვესმის განცხადებები, რომ საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს აქვთ სერიოზული პრობლემები, მათ შორის განათლების ხარისხთან დაკავშირებული. თუ კი არ ვიცი, ყველა თანხმდება, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს, ესე იგი ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას და ეს პროცესი საიდანღაც დაიწყოს. ხო, აი რა არის მაშინ ის პირველი ნაბიჯები, საიდანაც უნივერსიტეტებში სიტუაციის გაჯანსაღებაზე უნდა დაიწყოს მთავრობა მუშაობა. მე შემიძლია ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითზე გითხრათ, რომ მაგალითად ჩვენ გავცემთ ერთობლივ დიპლომს გიოტინგენის უნივერსიტეტთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გერმანული უნივერსიტეტია. გვაქვს ერთობლივი პროგრამები მაგისტრანტებისათვის გლაზგოს უნივერსიტეტთან, პოლონეთის იაგელონის უნივერსიტეტთან, ტარტოს უნივერსიტეტთან ერთად. აი ეს კონკრეტული ნაბიჯები მე მიმაჩნია იმის მაგალითად, რომ პროგრესი ნამდვილად არის და ამ გზით უნდა ვიაროთ.
ხო, ჯერჯერობით შეიძლება ჩვენი უნივერსიტეტები არ არის იმ, თქვათ, უმაღლეს ასეულში ან თუნდაც 500-ში და სადღაც აი 1000-ის ფარგლებში ვართ მსოფლიო უნივერსიტეტების მასშტაბით რეიტინგულად. მაგრამ მივდივართ იქიდან 3000-ით ვიწყებდით და ახლა 1000-ის ფარგლებში ხდება ამ უნივერსიტეტების დაფიქსირება, ხო? ეს პროგრესია. მეტია საჭირო კი, მაგრამ იმისათვის რომ აქეთ იდგმებოდეს ნაბიჯები, ნუ არ ვიცი, ეს შეიძლება ყოფილიყო პარლამენტის განათლების კომიტეტი ან განათლების სამინისტრო, რომელიც შექმნიდა სწორედ აი აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისაგან სამუშაო ჯგუფს, სადაც დამუშავდებოდა იდეები, რომელი კონკრეტული ნაბიჯი შეიძლება იყოს პროცესის დამაჩქარებელი. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ აი ზემდგომ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას, რომელიც აი პროფესურას პირდაპირ ფაქტის წინაშე აყენებს და ეს არ არის ნორმალური ვითარება, ეს აი როგორ გითხრათ, იგივეა რომ ჯარში ვიღაცა მივიდეს გარედან, თუნდაც პროფესორი და გამოუცხადოს იქ ოფიცრებს, გენერლებს, რომ აი თქვენ დღეიდან იქნებით დაყოფილი არა ბრიგადებად, არამედ დივიზიებად ან რაღაცა სხვა კიდევ და არავის აზრი არ კითხოს. მადლობა ბატონ დავით იმისთვის რომ მოხვედით ასეთ პრობლემურ საკითხზე, მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხზე გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები. დავით დარჩიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, შესაბამისად მე მხოლოდ დროებით დაგემშვიდობებით საღამოს 9:30-ზე უკვე თავის სხვა სტუდიაში შეხვდებით ერთმანეთს. დროებით.